მადლობა ბატონ ლევან, რომ გსტუმრობთ სტუდიაში, გამონახეთ დრო. დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ტელემაყურებელს. მოკლედ, დავიწყოთ დღევანდელი პოლიტიკური პინგ-პონგით. საკმაოდ კონფრონტაციული ტონი იყო მართლგუნდსა და პაվել ჰერჩინსკის შორის, ასევე პეტერ ფიშერის განცხადებებით არც თუ ისე იყო დიპლომატიურ ეტიკეტში ჩამჯდარი. როგორ ფიქრობთ, ეს არის ერთგვარად დემონსტრირება, სიცრუის ტირაჟირება მიზანმიმართულად თუ რაიმე სახით ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქციისთვის ტონის მიცემა, რომ მაგალითად ესეთი კონფრონტაციული ტონით გქონდეთ კომუნიკაცია მართლგუნდთან? სამწუხაროდ ეს არის დღევანდელი ევრობიუროკრატების პოლიტიკური ინტერესი, პოლიტიკური დღის წესრიგი და საქართველოში ამის განხორციელებლები არიან ბატონი ფიშერი, ბატონი ჰერჩინსკი და რა თქმა უნდა ეს მათი მხრიდან რაღაცა სიახლეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ჩვენ წლების განმავლობაში ვიხილეთ თავდასხმები ხელისუფლებაზე, მართლგუნდზე ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის განცხადება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გულისხმობს, სადაც პირდაპირ ჩვენს მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ქართული ოცნებისთვის ხმა არ მიეცათ. თუმცა მაყურებელთან ბოდიშს ვიხდი, მაგრამ აი სითავხედე უკვე ყოველგვარ ზღვარს, როდესაც გადასცდა, ეს იყო რამდენიმე კვირის წინ, როდესაც პირდაპირ უკვე ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოს, ქართულ ხალხს დაემუქრა ბატონი ჰერჩინსკი, რომ თურმე ჩვენ დაუბრუნდებით ქართული ოცნების პირობებში, ბნელ დროში, სამოქალაქო ომის პირობებში, მაშინ როდესაც სწორედ ქართული ოცნება არის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის და სტაბილურობის ერთადერთი გარანტორი და ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს ძალიან კარგად იაზრებენ. მე პარალელს გავავლებდი ნატა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როდესაც წინა ადმინისტრაციამ, ვინც გააფუჭა ურთიერთობები ჩვენს და ამერიკას შორის და ჩვენი მოქალაქეები უყურებენ ნაბიჯ-ნაბიჯ როგორ ვასწორებთ ამ ყველაფერს ჩვენ და ამერიკის შეერთებული შტატების ამჟამინდელი ადმინისტრაცია. ძალიან პოზიტიური სიგნალებია, ეს პოზიტიური სიგნალები უკვე კონკრეტულად მუშა რეჟიმში გადავიდა, ჩვენ კიდევ ერთ დელეგაციას ველოდებით მაისის თვეში და ძალიან ოპტიმისტური არის განწყობა იმასთან დაკავშირებით, რომ რეალური სტრატეგიული პარტნიორობა აღდგეს. თუმცა მაგალითად რატომ მოვიყვანე, როდესაც წინა ადმინისტრაცია გვექცეოდა ზუსტად ანალოგიურად უსამართლოდ, როგორც დღევანდელი ევრობიუროკრატია, მაშინ კარგად გახსოვთ, მათი წარმომადგენლები საქართველოში საელჩო ზუსტად ანალოგიურად იქცეოდა, როგორც იქცევა ბატონი ფიშერი, როგორც იქცევა ბატონი ჰერჩინსკი. თუმცა შეიცვალა ადმინისტრაცია და აბსოლუტურად არანაირი ნეგატივი საელჩოსგან ჩვენ არ გვიგრძნია, არანაირი ქარდები არ დაუდიათ, არანაირი განცხადებები არ გაუკეთებიათ კრიტიკულ ჭრილში და რატო გავავლე ეს პარალელი, როგორც კი მიდგომები შეიცვლება უშუალოდ ბრიუსელში, თავისთავად ზუსტად ანალოგიურ ხასიათზე მოუწევთ დადგომა ბატონ ფიშერსას და ბატონ ჰერჩინსკის. ეს გამოსავალი, იმიტომ რომ გასაგებია, რომ ხელისუფლებას აქვს დეკლარირებული საკუთარი პოზიცია, რომ ეროვნული ინტერესების ხარჯზე არ დათმობს არაფერს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს პოზიციონირება ბრიუსელში ეხლა არ ესმით და დრო ასე თუ ისე იწელება. ნუ ხედავთ ჩვენ მაგალითად, რომ ევრობიუროკრატები ცდილობენ თუნდაც შუადერეფანთან დაკავშირებით მარშრუტების დივერსიფიცირებას და ეხლა ცდილობენ, რომ არ შეიმჩნიონ საქართველო, თუმცა ამ შემთხვევაში გეოგრაფია, ეკონომიკაც საქართველოსთვის მუშაობს, იმიტომ რომ ზღვაზე გასასვლელი ფაქტობრივად და ასე შემდეგ ერთ სიტყვით პოლიტიკური მოდელირება რაღაც საკითხების იმას ვერ შეცვლის, რაც საქართველოს აქვს და ეს არის საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი. გამოსავალს რაში ხედავთ? თქვენად ვსარეთ, აბსოლუტურად გეთანხმებით და მე ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავდი იმას, რომ შუა კორიდორი დღეს არის აბსოლუტურად უალტერნატივო, სადაც ჩვენ ვართ ხერხემალი, თავისთავად აზერბაიჯანთან ერთად. ვინაიდან ჩრდილოეთ კორიდორი დაკეტილია, სამხრეთ კორიდორში პრობლემებია, ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო და ერთადერთი მარშრუტი, რითიც ჩინეთიდან, შუა აზიის ქვეყნებიდან ის პროდუქცია, ის საქონელი, რაც უნდა მიიღოს ევროკავშირმა, ყველაფერმა უნდა გაიაროს საქართველოს. და სწორედ მაქედან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება აბსოლუტურად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ეს ტვირთი გამტარუნარიანობა იყოს მაქსიმალური და აბსოლუტურად არანაირი, ასე ვთქვათ, დანაკარგი არ იყოს ტვირთის კუთხით და ყველაფერმა გაიაროს, რაც კი თეორიაში შესაძლებელია, ამას ემსახურება ავტოსაგზაო მაგისტრალების მშენებლობა, ამას ემსახურება პორტების გაფართოება, ანაკლიის პორტის მშენებლობა, ამას ემსახურება ახალი აეროპორტის მშენებლობა და არსებული აეროპორტების გაფართოება, ამას ემსახურება რკინიგზის მოდერნიზაცია, ამას ემსახურება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მოდერნიზაციაც და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მაგედან გამომდინარე, როგორი გაბუტვის რეჟიმშიც არ უნდა იყვნენ ევრობიუროკრატები დღეს, ხვალ იქნება თუ ზეგ იქნება,
მათ მოუწევთ აღიარება გეოგრაფიის და მათ მოუწევთ იმის თქმა, რომ კი ბატონო, საქართველოზე გადის ეს მარშრუტი, რომელიც ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. და მაგ შემთხვევაში მოუწევთ ჩვენს ხელისუფლებასთან საუბარი. ამდენი ხნის განმავლობაში ისინი აბსოლუტურად ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ვასალი ხელისუფლება ყოლოდათ საქართველოში და ჩვენ ჩავენაცვლებინეთ აგენტურით, იქიდან გამომდინარე, რომ 2022 წლის თებერვალში მათ ნახეს, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უფლება არ მიცა რომ საქართველოს გამოეყენებინათ პროქსი ქვეყნად, როგორც გამოიყენეს უკრაინა. და ზუსტად მაკედან იწყება ის დეზინფორმაცია, მაკედან იწყება ის ბრალდებები, მაკედან იწყება ის, რომ 2024 წლის არჩევნები თავიდან ბოლომდე რადიკალურ ოპოზიციას ბრიუსელიდან ჩაუტარეს, აგზავნიდნენ დელეგაციებს, საგარეო საქმეთა მინისტრებს, 4 რევოლუციის ცდელობა იყო, რომელიც მათი დაფინანსებულია. ის რიტორიკა, ის მესიჯ ბოქსი, რომელიც ამ რევოლუციას ჭირდებოდა, აბსოლუტურად ყველაფერი მათგან მოდიოდა და შესაბამისად ისინი დარწმუნდნენ, რომ ვერც რევოლუციით და ვერც არჩევნებით ვერ განაცვლებენ, ვინაიდან ჩვენს გვერდით დგას ქართველი ხალხი. მაკედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ესე უტრირებულად ვიტყვი, რომ ეს ხვალ იქნება თუ ზეგი იქნება, მათ მოუწევთ იმის თქმა, რომ საქართველო არის საკვანძო ადგილზე, შუა კორიდორში და მათ მოუწევთ ჩვენთან საუბარი და როგორც კი შეიცვლება რიტორიკა ევრობიუროკრატების მხრიდან, ზუსტად იმ დღესვე შეეცვლება ხასიათი ბატონ ფიშერსაც და ბატონ ჰერჩისკისაც. დღეს რასაც ისინი აკეთებენ, აი ბოდიში, დღეს რასაც ისინი აკეთებენ, ხო მე ყველაფერს არ ჩამოვთვლი, ცალკე ეთერი დაგჭირდება, ხო? ბატონი ფიშერი, ნუ არ ვიცი, ერთი თვის წინ არის, ხო, როდესაც საელჩოდან ლომჯარია გააპარა უკანა კარით თავისი ავტომობილით და ნუ აი ჩვეულებრივი რაღაცა ზაფსიურჟეტიანი ფილმი იყო ფაქტობრივად, ხო ეს ნუ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდო თავი. ძალიან ბევრი ასეთი სასაცილო სიტუაცია შემიძლია ჩამოვთვალო ფიშერის მხარეს, იგივე ჰერჩისკის მხარეს და ნუ ეს სამარცხვინო არის, რა თქმა უნდა. აი ვებსაიტზე მაგალითად გამოქვეყნებული ინფორმაცია დღეს მან თქვა, რომ გონივრულ დროში თქვენ იხილავთ გონივრულ გადაწყვეტას ამ საკითხთან დაკავშირებით. და ეს კიდევ ერთი მაგალითია, მე საზოგადოებას ბოდიშს ვუხდი, მე არ მჩვევი ასეთი სიტყვებით საუბარი, თუმცა ნუ სასაცილოს გარდა ვერაფერს ვერ დავარქმევთ. მე ვინმეს კი არ ვაკნინებ, უბრალოდ მდგომარეობაში იგდებენ ასეთში თავს. ხომ ახლა რაზე არის საუბარი, რომ წელიწად ნახევრის განმავლობაში გერმანიის მთავრობის ვებ-გვერდზე ვერ განახლდა მონაცემი საქართველოს პრეზიდენტზე, ნუ სირცხვილია. მაგრამ ეს იცით რა პოლიტიკის გაგრძელება, ისევ იმ ბიუროკრატების, როდესაც ევროპარლამენტარები იღებენ რეზოლუციებს, მილიონი სისულელე რაშიც წერია და სადაც გვიწერენ, რომ თურმე დღესაც ზურაბიშვილი არის საქართველოს პრეზიდენტი, ზუსტად მაგის გაგრძელებაა. მაგრამ მოვა დრო, ეს იქნება ხვალ, ან ეს იქნება ზეგ, უტრირებულად ვამბობ, რა თქმა უნდა. და ამ საჭიროებიდან გამომდინარე, ჩვენი უნიკალური მდებარეობიდან გამომდინარე, ხომ საქართველოს ევროკავშირს ძალიან ჭირდება და შესაბამისად მათ მოუწევთ გადახედონ ამ უსამართლობას, როგორც კი ისინი უსამართლობას გადახედავენ და სამართლიან დამოკიდებულებას გამოიჩენენ ჩვენი ქვეყნის მიმართ, ჩვენ ღია ვართ, ჩვენ გაცხადებული გვაქვს ყველა დონეზე, რომ ნებისმიერ დროს ჩავალთ ევროკავშირში, აბსოლუტურად ყველა საკითხს გავივლით, საგნობრივად დისკუსია შედგება და ჩვენ მზად ვართ, რომ ეს ყველაფერი გადავფურცლოთ. მაგრამ ამის წინაპირობა არის ის, რომ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ განწყობა შეიცვალა და სამართლიანი დამოკიდებულება არის საქართველოს მიმართ. კომუნიკაციები ახსენეთ ახლა იგივე შტატებთან. მინდა გითხრათ, ამ კვირის განმავლობაში ორჯერ იყო კომუნიკაცია ოფიციალურ კიევთან. აი კომუნიკაციის გაცოცხლება, როგორ ფიქრობთ, რაზე მიანიშნებს და შესაძლებელია თუ არა უახლოს მომავალში ვიხილოთ მაგალითად დიპლომატიური წარმომადგენლობა როგორც კიევში, ასევე თბილისში, კიევის მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ. მე აი ესე გავშლიდი ამ თემას, რომ რა თქმა უნდა საქართველოს ყველა სჭირდება და ჭირდებათ როგორც პარტნიორი, ვინაიდან ყველა მიცის როგორი სანდო პარტნიორი არის საქართველოს და კიდევ ერთხელ ხაზ გავუსვავ ჩვენ ადგილმდებარეობას, რომელიც არის ნუ უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკურ ჭრილში, ხო? კიევის ხელისუფლებამაც დაინახა, რაც დღეს ევრობიუროკრატებს ასე ვთქვათ, არ იმჩნევენ, მაგრამ ხვალანზე შეიმჩნევენ. დაინახეს, რომ საქართველოში ხელისუფლება ვერ ნაცვლდება, ვერც სააკაშვილი ვერ მოყავთ, ვერც რადიკალური ოპოზიცია, ვერც გვარამია და ასე შემდეგ. შესაბამისად, მათ იგრძნეს, რომ აზრი არ ქონდა გაწელვას და დაიწყეს ჩვენთან საუბარი. ზუსტად ანალოგიურს ველოდებით ევრობიუროკრატების მხრიდანაც. მაგრამ ნახეთ, რაში არის საქმე. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ იმდენი შეცდომა დაუშვა ოფიციალურმა კიევმა საქართველოსთან მიმართებაში. პირდაპირ ომში გვითრევდნენ. ის განცხადებები, ტანკებით გაისეინეთ, ის
ცეცხლზე საწვავის დასხმა, როდესაც აქციები მიმდინარეობდა, ზელენსკის პირდაპირ ეთერში გამოჩენა და ხელისუფლება ვერ იღებს გადაწყვეტილებას და ხალხმა მიიღოს. ის მოთხოვნები, რომ მოხალისეები გაგვეგზავნა, ის მოთხოვნები, რომ შეიარაღება გაგვეგზავნა, ის უსამართლო დამოკიდებულება ადეიშვილის დანიშვნა მაღალ თანამდებობაზე, ლორდ კიფანიძის დანიშვნა, მიხეილ სააკაშვილის შემოპარება საქართველოში. ამას ჩვენ ესე მარტივად ვერ დავივიწყებთ. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებთ, რომ ისინი ომის მდგომარეობაში არიან და ვაშკაცური საქციელია ჩვენი მხრიდან, რომ დღეს პასუხები არ მოგვეთხოვა და დამთავრდება ომი და პასუხებს მოვთხოვთ, თუმცა დაჩქარდა რაღაცა მოვლენები, სურთ ჩვენთან კომუნიკაცია და ურთიერთობების აღდგენა, მაგრამ ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ისინი კონკრეტულ ნაბიჯებს დგამენ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც დააშავეს, სურვილი აქვთ, რომ ეს ყველაფერი გამოასწორონ. თუ ჩვენ ეს დავინახეთ, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ვერაფერი წინ ვერ აღუდგება ამ ურთიერთობების აღდგენას. კი ბატონო, ეს სააკაშვილი ახსენეთ და პოდოლაკის ინტერვიუ იყო ცოტა ხნის წინ, სადაც საუბრობდა, რომ საქართველოს უკრაინის უკაცრავად სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. შესაძლებელია რაიმე სახის საკითხი იდგეს იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს ექსტრადირება? არა, გამორიცხული არის მიხეილ სააკაშვილი იხდის ძალიან დამსახურებულ სასჯელს და შესაბამისად იგი თავიდან ბოლომდე მოიხდის ამ სასჯელს. სააკაშვილი ვინაიდან ვახსენეთ, დღეს გამოაქვეყნა ისე ეპისტოლარული მოწოდება, რომ საპროტესტო ტალღის დაბრუნებაზე უნდა იყოს საუბარი. გარდა ამისა, ის ხშირად აკრიტიკებს ასევე ალიანსში მყოფ ოპოზიციონერებს. ხედავთ, ალიანსში გაერთიანებას ჯერჯერობით ვერ ახერხებენ, თუმცა მაინც აკეთებენ აქცენტს 26 მაისთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, წავლენ რადიკალები 26 მაისს ბაგზე და 26 მაისამდეც და აქვე მინდა გკითხოთ საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე. თუ 2-3 წუთი გვაქვს თავიდან ბოლომდე განმარტავდი ჩვენი მაყურებლისთვის ზოგადად ამ ალიანსის შინაარს. 26 მაისი მათ პატრონებს დიდად არ აინტერესებთ. ამ შემთხვევაში ეს არის ყურადღების გადატანა და გეტყვით რა შეასაქმე. მათმა პატრონებმა 2025 წელსაც ასე მოიქცნენ და ბოლომდე აქვთ გადაწყვეტილი, რომ ლელო და გახარიას პარტია ბოლომდე გამიჯნონ მიხეილ სააკაშვილისგან და კოლექტიური ნაციონალური მოძრაობისგან ჩვენი მოქალაქეების თვალში, რომ ეს იყოს აბსოლუტურად გამიჯნული პარტიები, რომლებიც თითქოს და თავის დღის წესრიგს ატარებენ და არ ემორჩილებიან ზუსტად იგივე ვერტიკალს, როგორც კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა. ეს არის ძირითადი ჩანაფიქრი. ამ შემთხვევაში ყურადღების გადატანა ხდება, ვითომ რაღაც ალიანსში დააჯგუფეს, თუმცა ის აქტორები, ვინც ალიანსში არიან, კარგად იაზრებენ, რომ ამით ლელოს და გახარიას გამიჯვნა უნდა. შესაბამისად, ის აქტორები, გვარამეადან დაწყებული, ქალბატონი ჩერგოლეიშვილი დამთავრებული, თავისი ამბიციები აქვს და ფიქრობენ, რომ თუ ისინი იმიჯნებიან სააკაშვილისგან, მოდი ჩვენც გავემიჯნოთ მიხეილ სააკაშვილს და ყველაფერს ამისთვის აკეთებენ, რომ რაღაცნაირად გვერდზე გაწიონ. სააკაშვილი ამ ყველაფერს კარგად გრძნობს და მაქედან გამომდინარე არის ის ბუინი, რაც აქვს ატეხილი და რა პოსტებსაც აცხობს. აი ეს ვითარდება საბოლოო ჯამში და ამათ რა თქმა უნდა არანაირი მომავალი არ გააჩნია, ჩვეულებრივად კრახით დაუსრულდება 26 მაისი იქნება თუ 1 ივნისი იქნება, აბსოლუტურად არანაირი რესურსი არ აქვს და მათმა პატრონებმა ეს ძალიან კარგად იციან. უბრალოდ ეს თემა ესე შემოაგორეს, რომ ყურადღება აქეთ იქნას გადატანილი და იქით ის ორი პარტია, რომელიც თავიდან ბოლომდე ზუსტად ანალოგიური ვერტიკალით იმართება, ვითომ დამოუკიდებელ პარტიებად წარმოაჩინონ. რაც შეეხება საპატრიარქოს თემას, ნუ ძალიან სამწუხაროა. აი 26 მაისამდე იცით რატომ მკითხეთ, თქო, აი საპატრიარქოში ვიცით რომ 11-ში სავარაუდოდ დიდი ალბათობით ახალი პატრიარქი ეყოლება ქვეყანას. აი მიმდინარეობს პედალირება ხდება იმაზე, რომ მაქსიმალურად უნდობლობა გამოიწვიონ საზოგადოებაში ამ საარჩევნო პროცესის მიმართ, რაც მიმდინარეობს საპატრიარქოში. როგორ ფიქრობთ, რა მიზანზე არის გათვლა ამ შემთხვევაში? ნუ ეს ძალიან მარტივია. ჩვენმა პატრიარქმა, ჩვენმა უწმინდესმა თავის სიცოცხლეშივე ტახტის მოსაყდრედ დასახელა მეუფე შიო და თქვენ კარგად გასწავთ, რომ თავდასხმა მეუფე შიოზე დაიწყო ზუსტად იმ პერიოდიდან და ეს აქტორები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელი, მათი მეგობარი, მდიდარი NGO-ები ზუსტად იმ პერიოდიდან იწყებენ კამპანიას თითქოს მეუფე შიო, რაღაცა რუსეთის თამაშ. ნუ ეს აქ არაფერი არ არის. ანუ ვინც ვერ ჯდება მათ დღის წესრიგში, აუცილებლად რუსეთის იარაღი უნდა მიაწევონ. ეს ჩვეულებრივად ამისი გაგრძელება არის და მე არ ვიცი ნამდვილად ვინ გახდება ახალი პატრიარქი. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი ისე მოხდება, ისე ჩაივლის, ისე ღირსეულად, როგორც ჩვენ პატრიარქი
პატრიარქს შეეფერებოდა თავიდან ბოლომდე, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რადიკალები გრძნობენ, რომ კონკრეტულად შეიძლება მეოფეშიო გახდეს პატრიარქი და თავიდანვე უნდათ რომ დისკრედიტირებული იყოს მათი მხრიდან, რომ ისეთი ავტორიტეტი ვერ მოიხვეჭოს, რაც აბსოლუტურად შეუძლებელია. კიდევ ერთხელ ვამბობ, არ ვიცი ვინ გახდება ახალი პატრიარქი, თუმცა ვინც იქნება, რა თქმა უნდა, მას ექნება ძალიან დიდი ავტორიტეტი და რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ექნება გასაკეთებელი იმისთვის, რომ ჩვენი უწმინდესის რა სიყვარულით ჩვენ გვაერთიანებდა ჩვენი უწმინდესის მიმართ, ის სიყვარული დაიმსახუროს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ზუსტად ეგრე მოხდება ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს ეთერში ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი საუბრობდა